როგორია ამით ისაუბრო? მშვენიერია. მეგობრებო, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. დღევანდელი დღე არის ჩემთვისაც განსაკუთრებული და აი ამ მხატვრებისთვისაც ვინაც საქართველოდან გამოფინეს ეს ნამუშევრები. მეც მხატვარი ვარ და წარმოვიდგენია ეს დღე მათთვის რა არის. მოდი მე გაგაცნობ ჯერ ჩემ თავს. არა შეიძლება არ იცით ზუსტად ვინ ვარ. მე ვარ მაკა ბერაძე. ხმა კარგად ისმის. ოკეი, ეს ვიყავ. მაკა ბერაძე ვარ, ამ სტუდიოს დამაარსებელი, ამ გალერიის. უკვე 6 წელია რაც არსებობს ეს სივრცე და აქ ძალიან ბევრი რაღაც ხდება. დღეს ჩვენ გამოფინეთ ქართველი მხატვრების ნამუშევრები საქართველოდან. ამ გამოფენას ხელმძღვანელობს საქართველოდან ქალბატონი ერნა წიფურია, ია ჯღარკავა, ნანა თიხლაძე და მე აქ. გვარია საქართველოდან. აქ განსხვავდება ყველა ნამუშევარი სტილით, ფერით, კომპოზიციით. არის ჩვენ თან არის ანა დედაბრიშვილი, მხატვარი და მარინა კაკაბაძე. მარინა კაკაბაძე, თამუნა კაკაბაძე და ანა დედაბრიშვილი. აგერ სასიამოვნო ნამუშევრები გაიცანი. სამყურაშვილი. მოკლედ ყველას წარმატებას ვუსურვებ. ესეთი და სხვა მრავალი. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებთ. ლია ქურციკაშვილი, ლია ხელაშვილი. დაამშვენეთ, ხალხი დაუდებით რომ ხელი შემეწყო და ჩემი ხანა. დიდი მადლობა. თქვენს მადლობა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში დღეს მართავენ გამოფენას, მაგრამ მათ დარწმუნებულად იციან, რომ ჩვენთვის რამხელა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დგევართ დღეს აქ და ვიღებთ ამ სიამოვნებას. მე შეიძლება სახლში ვერ წავიღებ ნახატი, მაგრამ წავიღებ ძალიან ბევრ ემოციას. მე დედისგან გენეტიკურად მერგო მხატვრობის სიყვარული და ძალიან ბევრი ნახატი მაქვს სახლში დღესაც ამერიკაშიც რაც ჩამოვედი, მას შემდეგ ვყიდულობ ხელმისაწვდომ ადგილებში, ხელმისაწვდომ ჩემთვის ფასად ძალიან ხო, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე აი მართლა ძალიან დიდ სიამოვნება, ალბათ ცოტა სხვანაირი ნათქვამი იქნება, არ ვიცი რა ფორმულირება გავუკეთო ჩემს გრძნობებს ეხა რასაც ეხავდე. მე ძალიან ბედნიერი ვარ მართლა რომ ეხა ვდგევარ აქ და ვიღებ ემოციას და ენერგიას იქიდან რომ ვიცი როცა თითოეული ადამიანი მხატვარი ამ ნამუშევარს ქმნის რამხელა ენერგეტიკას დებს მასში. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ამ რა შრომის ფასად უწევთ ეს ემოციური, მორალური თუ ყველანაირი შრომის ფასად და მე დღეს ამ ენერგიით ვარ სავსე. მადლობა თქვენ პირველ რიგში რომ მომეცა საშუალება. მადლობა ლელას რომ ასევე მომცა ინფორმაცია და წამომიყვანა. მართლა ძალიან დიდი მადლიერი ვარ და მადლობა თქვენ რომ ჩვენთვის შექმნით. შეიძლება თქვენ როცა ქმნით თქვენს ემოციას და მუზიკა და ინსპირაცია, მაგრამ ჩვენთვის ქმნით. მაყურებლისთვის თუ ხმარებისთვის თუ ადამიანებისთვის ნამდვილად მით რომ მე თითოეული ნახატი მასზე ძალიან დიდ ენერგიას. ეს ძალიან სუბიექტურია და ინდივიდუალურია, მაგრამ მე ენერგიას მაძლევს. მე როცა ძალიან ცუდად ვარ შეიძლება სულიერად რაღაცა მკივა, რაღაცა მიჭირს. მე მიდივარ გალერეაში და ნახატები და ვიღებ ამ ენერგიას. ეს არის ჩემი ინდივიდუალური სულიერი მდგომარეობა და მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა მაკა. მე მგონია რომ ეს იქნება სამაგალითო თქვენი ნაბიჯი იქნება ინსპირაცია სხვებისთვის და ხელშეუწყობთ მხატვრებს, ჩვენს ქართულ მხატვრებს ინტეგრაცია. მადლობა. მე თვითონ ხო ვაკეთებდი ამ გამოფენას, მე თვითონაც აღელვებული ვიყავი ამ გამოფენით, იმიტომ რომ საქართველოში რომ ჩავდივარ, ვერასდროს ვერ ვესწრებით და ისეთი თვი არის ყოველთვის, რომ ეს არ ხდება, გამოფენები აღარ არის მაგდროს და აქ ახლა ესეთი რომ ხსნიდი ყველა ნამუშევრებს აღელვებული ვიყავი, რომ ერთი მხატვრების ნამუშევრები ერთად გამოიყენებოდა. მოვიდა და ჩვენც ამერიკაში გვაქვს ეს უფლება, რომ ჩვენი მხატვრობის ნამუშევარი
ნამუშევრებისგან მივიღოთ სიამოვნება. მადლობა კიდევ ერთხელ და თითოეულ მათგანს ხელი დაკავებული მაგდროტაშის I met you all. Even though I don't paint, I'm not really an artist, but I love art. Anything that has to do with art, music, painting, theater. So yeah, my friends Irma and Inga, they invited me. So I really, right away. And I really have, so far a great time. And I love these paintings. I love meeting you all. I can tell the atmosphere is a little bit artistic, not as me. But again, it's just the beauty. It's just whatever you have in your heart or in your what you're experiencing, you're putting on the with the new paintings. You kind of tell us and tell me. I can read some of them. At least that's what I think. Your experiences. So I'm really enjoying. Again, but everything. Essa